ასურელი მამების საქართველოში ჩამოსვლით ცხადდება განსაკუთრებული კანკებულება ღმერთისნაირ. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის. ღვთისმშობელი იქნა თავიდანვე განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის სეციურ პატრონად. აი ასურელი მამების მოძიება უცხოეთში და მათი საქართველოში ჩამოყვანება მართლმადიდებლობის განმტკიცების მიზნით სწორედ აი ამ კუთხეების გამოხატულება არის, რომ დედა ღვთისა არის დადგენილი ჩვენი ქვეყნისათვის სრულად პატრონად. იმან გამოარჩია ასურელი მამების შორეულ სირიაში ანტიოქიის მახლობლად მოღვაწე მამათაგან იოანეს ზედაზნელს ეუწყა უფლისაგან, რომ უნდა შეირჩია თავის მოწაფეთაგან 12 და წამოეყვანა ივერიაში საქართველოში, რათა განეკლიცა მართლმადიდება ჩვენში. იოანეს ზედაზნელი რა თქმა უნდა დაემორჩილა უფლის განგებულებას და თავის 12 მოწაფესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ დილ კათოლიკოს ევლავისაც ეუწყა ღვთისაგან ასურელი მამების გამოჩენა და ისინი რწმენით შეხვდნენ მათ პატივისცემით მიიღეს მამები ჩვენში ჩამოსული და თავდაპირველად ზედაზნის მთაზე დაამკვიდრეს ასურელი მამები, იქ მოღვაწეობდნენ 2 წელიწადი, იქ მოღვაწეობდა იოანეს ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად, მაგრამ 2 წლის შემდეგ, როდესაც უკვე გაეცნენ ადგილობრივ სულიერ ცხოვრებას, ტრადიციებს, ჩვენს ხალხს დაუახლოვდნენ, ღვთის განგებულებით იოანეს ზედაზნელმა ისინი მათ მისცა კურთხევა თავის მოწაფეებს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წასულიყვნენ მართლმადიდებლობის განმტკიცების მიზნით. იქამდე ასურელ მამათაგან 2 იქნა გამორჩეული საქართველოს ეკლესიის მდელმთავრად. ერთი გახლავთ ისე წილკნელი ჩვენს ტაძარში როდება განისვენებს დღეს და მეორე არის აბიბოს ნეკრესელი. ის არის ნეკრესის კათედრას განაგებდა და იქ არის მისი საფლავიც. ჩვენ ვამბობთ, რომ ასურელი მამები მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად ჩამოვიდნენ საქართველოში და როდესაც ქართლის ცხოვრებას ვკითხულობთ, ასურელ მამათა ცხოვრებას ვკითხულობთ, განკვირვება მიიპყრობს, რამოდენად ქონდათ მაინც ჩვენ წინაპრებს რწმენა, რომ უცხო მამები როგორი სიყვარულით მიიღეს უცხო მამები და რამოდენად ნდობა იქნა მათთანავე გამოცხადებული, რომ სამღვდელმთავრო კათედრებიც კი ჩააბარეს. ისე როგორ აფასებდნენ ჭეშმარიტ სულიერებას ისინი. და იცით, ასურელი მამები, საერთოდ ეს აღმოსავლეთის მამები, ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი უკიდურესი ასკეტიზმით. ეს ეგვიპტისა და ასურეთის მამები. რა თქმა უნდა, ეს მათ ასევე შეასრულეს საქართველოში და ალბათ ამან შეუწყო ხელი იმას, რომ აი ჩვენში სამონასტრო საქმე აღორძინდა იმათი მოღვაწეობის წყალობით. მერე გაჩნდა უკვე მონასტრები, ამ მამების მოწაფეებმაც გაიჩინეს ახალი სამონასტრო კერები და ასე თანდათან ეს ეკლესიის მონასტრები, სამონასტრო ცხოვრება გაძლიერდა ჩვენში და ამას ხელი შეუწყო მართლმადიდებლობის განმტკიცებასა და აღორძინებას ჩვენში. ჩვენთან ისე წილკნელი განისვენებს დიდი მდელმთავარი, ეს ცნობილი საეპისკოპოსო კათედრა გახლავთ ქართლისა და ისე წილკნელი სიცოცხლეშივე განადიდა უფალმა ღმერთმა. ეს ადგილები, უცხო ადგილები გახლავთ ოდითგან მოსახლეობა წყლის ნაკლებობას განიცდიდა და ერთ-ერთი დიდი სასწაული, რომელიც ისე წილკნელის მიერ იქნა მოხდენილი, გახლავთ მდინარე ქსნიდან სარწყავი დუს გამოყვანა. ეს მოხდა სასწაულებრივად, იცით,
თავისი კვერთხი ჩადო მდინარე ქსანში და შემდეგ გამოათრია ეს კვერთხი და სადაც მიდიოდა კვერთხი იქ ხმავდებოდა მიწა და წყალი მოყვებოდა მას. ქსნიდან გამოიყოლა წყალი სასწაულებრივად და წილკნის მისადგომებთან მოიყვანა და ეს ძალიან დიდ მოგეშად იქცა აქაური მოსახლეობისათვის. ეს სასწაული ცნობილი არის ისე წილკნელისა და ჩვენთვის დიდი ნუგეშია ხალხი ესასუება მას. დღესაც დიდი ნუგეშია იგი ჩვენთვის. ერთი უნდა გითხრათ, რომ ასურელი მამები უკიდურესი კაცრი ასკეტიზმით გამოირჩეოდნენ, მაგრამ საქართველოში ამან ვერ მოიკიდა ფეხი. ქართული ასკეტიზმი უფრო ჩვილია და უფრო თბილი არის. ისეთი მკაცრით ვერ გამოირჩევა იქიდა. ასურელმა მამებმა ალბათ ნიადაგი შემოაზრდეს ტაო-კლარჯეთის წმინდა სამონასტრო კერებისათვის და აქ გითხარით მე აღორძინდა უპირველოვნებაა ჩვენში და ამან მართალი რწმენა განაწილება და გადაარჩინა საქართველოში. წყაროებში ცნობილია იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფე 12, მაგრამ ამბობენ რომ უფრო მეტი იყო, ცოტა უფრო მეტი იყო. სხვადასხვა მხარეს წავიდნენ მერე სამოვაცოდ იოსებ ალავერდელი ალავერდში დამკვიდრდა, ისიდორი სამთავნელი სამთავეში დამკვიდრდა, ანტონ მარტყოფელი მარტყოფში და დავით გარეჯელი კარაჯაში და ასე შემდგომ. მიმოიფანტნენ ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში მოუწიათ მოვაწეობა და კიდეც დაეთყო მათი მოვაწეობა ჩვენს ქრისტიანობას, ჩვენს სულიერ ცხოვრებას. და უნდა გითხრათ, იცით რომ დღეს ვერც კი წარმომედგენია ხოლმე რომ არ ემოღვაცა ასურელ მამებს ჩვენში, რომ არ ემოღვაცა შიომღვიმის მონასტერში. არ ვიცი, ჩვენ მართლმადიდებლობას შევინარჩუნებდით თუ არა, მე მიჭირს ამისი თქმა. იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მამების საქართველოში ჩამოსვლას და მოვაწეობას. ნამდვილად ისინი გაისარჩნენ, დიდი სიყვარულით გაისარჩნენ ჩვენი რწმენის გადარჩენისათვის და ეს მოხდა ყოველ წმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და კურთხევით. თვითონ არ ჩამოსულან ისინი, დედა ღვთისამ დაუცა ისინი და დედა ღვთისას ლოცვით ჩამოვიდნენ და გაისარჩნენ მართლმადიდებლობის გადარჩენისათვის. ისტორიული გადმოცემით მცხეთას იცავდა 3 კარიბჭე. ერთ-ერთი კარიბჭე გახლავთ სწორედ ამ ადგილას, რომელსაც დღეს ანტიოქიას ეძახიან და ანტიოქია გარკვეული მოსაზრებით უკავშირდება თვითონ ეს სახელწოდება ასურელ მამებს, ანუ ანტიოქიელ მამებს. ზეპირი გადმოცემით ასურელი მამები, 13 ასურელი მამა სწორედ ამ კარიბჭით შემობრძანდნენ მცხეთაში და პირველად დამკვიდრდნენ სწორედ ამ ადგილას, სადაც დღეს დგას შემორჩენილია სასწაულებრივად ეს უძველესი ნაგებობა, მე-4 საუკუნის ტაძარი, სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარი. და როგორც ამბობენ იოანე და მისი მოწაფეები, ძალიან დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ მაინც აქ დაფუძნდნენ. დამკვიდრდნენ და აქედან წავიდნენ მერე ზედაზენზე. საქართველოსთვის ასურელი მამების ღვაწლი განუზომელია, უდაოდ განუზომელია და ასურელმა მამებმა, როგორც ვიცით, განამტკიცეს საქართველოში ქრისტიანობა. ისინი პირველები არ იყვნენ, მაგრამ იმდენად მოუძლურებული იყო უკვე საქართველოში რწმენა, სულიერება, რომ აუცილებლად ამას სჭირდებოდა გაძლიერება და ღვთისგან სწორედ ასურელ მამებს მიემადლათ ის ძალა, რომ მათ იტვირთეს ფაქტიურად საქართველოს, როგორც იტყვიან, ლაზარესავით მკვდრეთით აღდგინება. საქართველოში სარწმუნოება იყო ფაქტიურად მიძინებული და გამოცოცხლება, რასაც ქვია, აღორძინება, რასაც ქვია, რასაც აღდგინება ქვია,
აი მკვდრეთით აღდგინება ფაქტიურად სარწმუნოებისა, ეს უკავშირდება მათ ღვაწლს, მათ ძალისხმევას, მათ სულიერებას და ამიტომაც თვითონ აი ქართველების დამოკიდებულებაც ასურელი მამებისადმი არის განსაკუთრებული.
Gracias.
ვით არცა სახიერას დახას მოყარე ადამიანი რომელიც მოწდა მამის ოჯახს რომელიც გაღიდა მთელი კონება თავისი მამის და დახარჯა იგი შრომაში და უზნეობაში და შემდგომ ისე მოუბრუნდა და უკანა მიიღო ბასმე ამჯერად გულისხმობ თვით მამა და მას მხარობდა რამე თუ დარი იგებოდა და თუმე ამა დაკარგული იყო და აღარ იპოვეთ ასე უყარია ვერს ყოველი მათგანის ვინც დაიკარგა და ნამდვილად უკან დაუბრუნდა თავისი ოჯახის წინაშე როცა ჩვენ საუბრობთ სიყვარულის შესახებ სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ მომხერება არა სიყვარული არის დიდი პასუხისმგებლობა და როცა მე ვიძახი რომ ტაძარს საუბარი არ უყვარს აქ ლოცვა არის მთავარი ამიტომ ბავშვებმაც და მოზრდილებმაც მანდილოსნებმაც მით უმეტეს და მამაკაცებმაც გაითვალისწინეს რომ ეკლესიაში ლოცვა არის საჭირო და არა საუბარი გენაცვალა გარეთ გადი ისაუბრე როცა შენ გინდა რომ ერთმა მოწყალების კარი გამიღოს და მიიღოს თავის წიაღში შენს რაღაც თვითონ ნაბიჯი ხომ უნდა გადააგდო რას ვაკეთებ რომელი პასუხისმგებლობით უდგევართ ჩვენს თავს უფლის წინაშე მოდიხარ ლაპარაკო არ უსმენ წირვას როცა მე მოუშვები წირვას მე თქვენნაირი ჯარისკაცი ვარ და უგალო ადამიანი და მომკითხეთ რაც გინდა და როგორც გინდა მაგრამ წირვის დროს როგორ შეიძლება ესეთი რამე მოხდეს არ შეიძლება დელს ახური ევედრება და ავედრებს თელ მსოფლიოს ღმერთს თუნდაც ეს მომენტი მაინც და მაინც უნდა ეცნოს რომ მობილურების შესვლა შეიძლება გამორთ აგელოდებით გამორთ არა უშავს დიდი მადლობა ხო აქედან გამომდინარე იმიტომ ჩემთან წირვაზე ერთოდ ისმის არავის ეხლა როცა შენ გულისხმებით მიუდგები ლოცვას როცა შენ დიდი პასუხისმგებლობით მიუდგები იმ ვედრებას და თხოვნას, რასაც შემოხსენებ. ეს უნდა მე ასარებაში არ იტყვი რომ მე აზრი მეფანდება. მოიგიდე პასუხისმგებლობით. მოიგრიბე შენი სულიერი ძალა. და ისე ილოცო. ამაოდ ლოცვების მენი. ამიტომ სიყვარული არ არის მხოლოდ მოფერება, შენ შემოგევლე ჩემი მამაზე, ჩემი პაპა, ზოგჯერ შეიძლება შენიშნოს მიიღოს ეს ადამიანი და შეიძლება ეცნოს კიდევ არ ზედმეტად გასრი გითხოვ ხოლმე იმას, რაც ეკუთვნის ეკლესიას. ამიტომ მოდით ჩვენ ისევ და ისევ დაუბრუნდეთ იმ თემას, რასაც
ზრდილობას ვეძახი. თქვენ უნდა გქონდეთ ამის ეთიკა და უნდა იცოდეთ სად როგორ უნდა მოეწოთ. შემიძლია ჩემო გარკვეულ. უცხებში როცა არის საუბარი, ის დატოვა ძიახი მამისა და წავიდა და დავა. მაგრამ თქვენ ხო არ დატოვეთ არა ეკლესიაში და ამერახეთ ეკლესიაში დაბალსო. ამიტომ თან აქ იყო თან სხვა საქმეს ეწეოდი უცებს ახალ. მერტმა დააბოძა. მე შენდობას ვითხოვ, რა თქმა უნდა, ჯვარზე მტყვევა იქნება. მაგრამ ამ ჯვარს დავდები ანალოგიაზე, რომ და ჯვრის შემდეგ აბუდორია თვითონ მერტმა დააბოძა, რა და გაგაზრიელდა. ჩვენთან შემიძლიათ ყოველივე რაც მეთქვე დაწყება. რა ქვია ვაშკაც? მიხეილი. გვარი? ხოშიბაევი. ხოშიბაევი. წარმოშობით? ასირიელი. ასირიელი. აბა რას მეტყვი შენ ერზე, რა იცი შენ ერზე? შენ სანაკებო ერზე. 13 ასურელი მამა გავიგია? კი. წეგან გნახე მე შენ ტაძარში და იმიტომ გეკითხები ესეც რაღაცას, რომ დაწუნებული ვარ იცი. წარმოდგენა გაქვს, ხო? რამხელა მადლი და 8 წელი აქვს საქართველოში 13 ასურელი მამა. აი შენი წინაპრები ვინც იყვნენ, ხო? რა მაინტერესებს? არის სურვილი ესეთი, რომ ასურულ ენაზე იყოს გაკვეთილები. შენ რა აზრის ახლა? დიახ, მეც მინდა რომ ჩვენი ენა ვისწავლოთ და დამწერლობა. დამწერლობა და ენას, რა თქმა უნდა, ორივე ერთად უნდა ისწავლოთ. აი თუ გაქვს წარმოდგენა, აი ახლა გრაფიკულად თუ შეგიძლია ასოები გამოიყვანო შენ ენაზე, შენ მშობლიურ ენაზე, ან რამე საუბარი თუ შეგიძლია. საუბარი ცოტა. ცოტა. აი რა იცი, აბა რა შეგიძლია მითხრა. აი დიდება უფალს, აბა მითხარი ასოები. არის. აბა რა იცი მითხარი? კარგი, უშავს. ეხლა ამ თუთას არ გახსენდება. აი შენ მეგობრებსაც აქვს სურვილი ალბათ დარწმუნებული ვარ, ხო? ბევრჯერ გილაპარაკე ამ თემის შესახებ. ბევრჯერ გილაპარაკე. აბა გამოცანი შენი მეგობრები. ზურა ბეგლარიშვილი. შენ ვაშკაც? ზურაბი რუბანოვი. რუბანოვი. აი რა იცი აბა შენი ერის შესახებ, შენი წინაპრების შესახებ?
რომ ადრესუ ასირიულად ლაპარაკობენ ნენამ სოფელში. ხო, იყო ეგეთი დრო, ხო? მერე 13 ასურელი მამა გეცოდინება, ხო? თქვენი წინაპრები, ვინც იყვნენ ღირსეული წინაპრები. ენაზე, მშობლიურ ენაზე საუბრობთ? ცოტა. ესე იგი ენა იკარგება მაინც, ხო, ამის საშიშროება არის რა და ძალიან კარგი იქნება თუ დაუშვათ მართლა. ვერგვინე რომ განვაახლოთ ეს ყველაფერი. განაახლოთ, ძალიან კარგი. სკოლები. აი რა შეგიძლია მითხრა მშობლიურ ენაზე? ასირიულად? კი, აი ნებისმიერი რამე. მობიაით რა გინდა? კიდე? კარგი, ესე იგი ენას მართლა საშიშროება აქვს და ამას განახლება და გაძლიერება უნდა. სწავლის როგორ სწავლობთ? კარგად. ღმერთმა დაგლოცოთ, ძალიან კარგი. ესე იგი მშობლიურ ენას კიდევ უფრო კარგად ისწავლეთ. დიახ, და გვინდა რომ იყოს სკოლები და შევისწავლოთ ჩვენი ენა, დამწერლობა. ძალიან კარგი, ღმერთმა გიშალოთ. აქ ეკლესიაში დადიხართ, ხო, ყოველ კვირას წირვაზე. წერან გადავიღეთ, შეგნიშნეთ, რომ ზიარება მიიღეთ და ეს ყოველკვირეულად მეორდება, ხო? კი, დიახ. ძალიან კარგი. კარგი, ღმერთმა დაგლოცოთ. გამარჯობა, თქვენი სახელები და გვარებიც თუ შეიძლება. სალომე ილიაევი. სალომე ილიაევი. რუსუდან ათანასოვი. რა მინდა გითხოთ? აი, ასურულ ენასთან დაკავშირებით, ახლა ბავშვებს გავესაუბრეთ და მითხრეს, რომ იყო დრო, როცა მთელი სოფელი ასურულ ენაზე საუბრობდა და ახლა ბავშვებმა ფაქტიურად აი ფრაზები ვერ გადააბეს ერთმანეთს, რომ რაღაც ფრაზა გამოეყვანათ, სიტყვები ვერ გადააბეს ერთმანეთს. ერთი გამოსავალი მე მგონი ის, რაც აი დიდი სურვილი აქვს სოფელს, ხო მართლა იქნება დაუშვათ ის, რომ კვირაში ერთხელ მაინც ჩატარდეს გაკვეთილები ასურულ ენაზე. მით უმეტეს რომ სპეციალისტი ყავთ, ანუ ფილოლოგი ყავთ და არ წარმოადგენს მე მგონი არანაირ პრობლემას, არც განათლების სამინისტროსთვის და არც რეგიონისთვის. პირიქით სასურველია, დიდასასურველია, რამე თუ თუნდაც ის ღვაწლი და თუნდაც ის ერთმორწმუნეობა, რაც ჩვენ გვაქვს ქართველებს და ქრისტიანებს, ხო, მე მგონი ჩვენი ვალდებულებაც კი არა, რომ ჩვენ ეს ენა შევინახოთ, მოვუაროთ და აღვადგინოთ. როგორ აი ბავშვებში, ისე დაუშვათ მოზარდებში თუ კიდევ ვინმე აი თქვენ რა სიტყვით, რა სურვილი? დიახ, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სურვილი, რომ ეს დავიწყებული, რაც არის ეს წერა-კითხვა აუცილებლად შეისწავლოს მომავალმა თაობამ, რომ ეს ყოველთვის იყოს ისეთი დაფასებული, ვინაიდან და რადგანაც მოვდივართ იქიდან, რომ ვართ ქრისტეს ენაზე მოსაუბრე ერთადერთი ერი. ეს ჩვენ ძალიან გვიამაყება და გვინდა რომ ეს განვამტკიცოთ და ისე აქტიურად მიმდინარეობდეს სწავლება ამენის სკოლაში, რა თქმა უნდა, ეს დაწყებით კლასებსაც შეეხება და მთელი სასწავლო წლის განმავლობაში რომ ისწავლებოდეს აქტიურად. მე ვფიქრობ, რომ კვირაში ერთხელ ეს დასაწყისიც ძალიან კარგი იქნება და შემდეგ შეიძლება, რა თქმა უნდა, სურვილის მიხედვით გააშენოს ეს სწავლება. ეს საქართველოში 3000-მდე ოჯახი თუ მოსახლე? მოსახლე. და თითქმის იკარგება ეს ენა. მე პირადად საუბრობ და არც წერა ვიცი, არც კითხვა. თუ რამით მას შეუძლიათ რომ დაგვიხმაროთ, ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ჩვენთვის. რა მინდოდა კიდევ მეკითხა? აი თქვენი გვარები, ახლა მე მეგობრები მყავს ბიდბუნოვები. ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი ოჯახია, არაჩვეულებრივი ადამიანები. მაგრამ ბავშვობიდან მეგობრობთ. და გავიგე, აი თქვენი გვარის წარმოშობაზე ნამდვილი გვარი მაინტერესებს. ეს ხო კომუნისტების პერიოდში მოხდა გვარების. აი ახლა მამა სერაფიმე ბიდბუნოვია, როგორც ვიცი და ბითხარიბია სინამდვილეში. ხო, აი თქვენი გვარი თუ იცით ნამდვილი გვარი. ჩემი გვარი არის სინამდვილეში ბიტ-ილუ. ბიტ-ილუ. და ისე რა გვარი ბრძანდება? ილიაევი, ხო თქვენ იცით? ბიტ-ათანესი. ბიტ-ათანესი. და ეხლა ვართ ათანეზოვები.
აი ამ გვარების დაბრუნებაზე პრობლემა ხო არ შეგხვედრიათ ან სურვილი ხო არა გაქვთ რომ ისო სურვილი გვაქვს რა თქმა უნდა აღვიდგინოთ ის პირველი ესეთი თქვათ პირველი ბადი სახელწოდებით როგორც იყო ეს გვარი გასაგებია რა თქმა უნდა ამის სურვილი გვაქვს და ახლა მე როგორც ვიცი კანონმდებლობით არანაირი პრობლემა არ არის ხო გვარების დაბრუნების არა ჩვენც ესეთი ინფორმაცია გვაქვს უბრალოდ ამაზე ალბათ ვისურვებთ შეაძლებლად ჩვენს აი ჩვენი მხრიდან ტელევიზია პატრიოტი TV ყველანაირად გვერდში დაგიგებით რომ თუ რამე ხმეთანმა სამი პრობლემა იქნება მხრივ ჩათვალოთ რომ თქვენს გვერდით ვართ ამას გავახმაურებ კიდეც თუ სადმე გამოსაყოლია გამოყვებით დაგეხმარებით რაც შეგვიძლია ყველანაირად ასე რომ გვიგულოთ თქვენს გვერდით მადლობთ ჩვენ სურვილ ესე ერთადერთი ცნობა ესეთი ერთოცნების გაგართოვთ ეს არის ძალიან დიდი სურვილი ამ სოფლის მოსახლეობის ასურელების სურვილი პატრიარქის ჩამოგზანება ჩვენთან ქანდაში ეს არის ძალიან დიდი სურვილი აი რახან ამას აუცილებლად ალბათ როდესმე დაგვიფასებს და მე ვიცი ჩემი პირადი წყაროებიდან ვიცი რამე თუ კარგი ურთიერთობა მაქვს საპატრიარქოსთან ვიცი რომ მამა სერაფიმე ძალიან უყვარს პატრიარქს შვილივით უყვარს და აი ეს რაღაცა წენა იყო აი ხა რახან თქვენ ახსენეთ შევეხები რა იყო რაღაცა წენა ესეთი გულდაწყვეტა ასირიელი ხალხისგან რომ პატრიარქმა არ მოიხსენიაო მაშინ ლოცვებში ხო ამაში ლოცვებში არა უბრალოდ ჩამონათვალი იყო ეპისტოლეში და იქ არ იყო ასურელები ნახსენები არ დავაკონკრეტებ მაგრამ ერთს ვიტყვი რომ იქ ყველა მისი დღეს რა სიტუაციაა და არ არის გამორიცხული რომ როცა ხელიდან ხელში გადადის დასაბეჭდად სანამ პატრიარქიდან რედაქციამდე მივა ხო რაღაცეები იკარგება რაღაცეები ემატება თავისით რა თქმა უნდა ბჭყალებში და ეს გავითვალისწინო და გული დაგწუება. ნამდვილად ვიცი რომ ჩვენი უწმინდესი ძალიან ტიპატის ვქცევთ თქვენ რა და მამა სერაფიმე უყვარს როგორც საკუთარი შვილი. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს საპატრიარქოს ესეთი მოძღვარი რომ გამოგვიხსნა. და მე კიდე ჩემი მხრიდან დიდი მადლობა გაიხარეთ. ჩემი მხრიდან მინდა გითხრათ რომ ახლა მრავალეროვანია საქართველოს წეგანაც აღნიშნე ქალბატონიასთან და ყველაზე ისეთი ინტეგრირებული მაინც ქართველებთან ხო ამ მიწასთან მაინც ასურელი ხალხია რა აი მე ვახსენე მეგობრები ყავს რაღაც და საერთოდ მიჭირს ახლა ნებისმიერ ერზე შემიძლია თქვა აი რომ შეხვდეს ქუჩაში ხო უცხოზე შემიძლია თქვა როგორც წარმოშობისა ადამიანი აი ასურელებს ვერ ვარჩევ მაგალითად ქართველებს ჩვენთვისაც ასე არის გარჩევა არასოდეს არ ყოფილა ქართული არა გარჩევა არც ვარჩევ ამას მე ვიძახი რას არა აი თვითონ ვიზუალურად ხო აი ვიტყვი რომ გარეგნულად რა თქმა უნდა შემიძლია თქვა რომ ეს თავი ეს იქნება მაგრამ ასურელი როგორც აი ძალიან ქართულთან ისე ინტეგრაციაშია რა თუნდაც აი მეტყველება ახლა რამდენ ადამიანს დაველაპარაკე და მეტყველება არის აბსოლუტურად სუფთა ქართული რა ბევრ ქართველზე კიდე უკეთესი ვიტყოდი რა ძალიან დიდი ღმერთმა გაგახაროთ გამარჯობათ პატრიოტი TV ტელევიზია მოგესალმებით ინტერნეტ ტელევიზია პატრიოტი TV ჩვენს მოგესალმებით გამარჯობათ თქვენი სახელით შეიძლება ია ქალბატონია ჩვენ ვიცით რომ აქ კომპაქტურად ცხოვრობენ ასურელი წარმოშობის ხალხი ხშირად შეცდომით იხსენიებენ როგორც აისორები არასწორია წლის მანძილზე არასდროს არ გვსმენია ჩვენ რომ რამე პრეტენზია ყველაზე ისეთი თავდაბალი ხალხია რამდენადაც მე ვიცნობ აი თქვენი წარმოშობის ხალხი ძალიან დიდ სიმპათიას და სიყვარულს ემსახურებს დიდი მადლობა ამ კომპლიმენტის აი მაინტერესებდა თვითონ რა მოთხოვნები რამე სურვილები უბრალოდ თვითონ მოთხოვნები და თხოვნები თქვენგან არასდროს არ გავგია კიდევ ერთხელ ხასოს ამ აი მაინტერესებს რა სისურვებდით თქვენი სოფლისთვის ამ ახალგაზრდებისთვის ბავშვებისთვის აი რისი სურვილი გაქვთ იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ცხოვრობს ძალიან მრავალეროვანი ქვეყანაა მოგეხსენებოდა და ყველა ერთს რაღაც გარკვეული მოთხოვნა და აქვს კიდეც ამის უფლებას რა თქმა უნდა
მაგრამ აი თქვენგან მაინტერესებს როგორც ესეთი თავდაბალი ხალხის გარო არანაირი პრეტენზია და რამე არ გაჟღერებულა არასდროს საქართველოში, აი რას ისურვებდით? მე პირველ რიგში მინდა ვისურვო, რომ საერთოდ მთელი ქრისტიანული სამყარო იყოს ძალიან ძლიერი სულიერად პირველ რიგში. და ჩვენ იმიტომ ვართ ალბათ ასეთი თავდაბალი ხალხი და იმიტომაც არანაირი პრეტენზია არ ქონია, ისევ და ისევ წამოვიდა იქედან, რომ ჩვენ ვართ იესო ქრისტეში თამამავლები. და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და ჩვენი ოცნებაც არის ეს ძალიან დიდი ხნის, რომ ამ სოფელში კი არა და საერთოდ იყოს ამ ენაზე სწავლება. როგორც საშუალება იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, კვირაში ერთხელ იქნება თუ მთელი კვირის მანძილზე იქნება, ოღონდ დასაწყის კლასებში, დაწყებით კლასებში იყოს ბავშვებისთვის ერთი გაკვეთილი თუნდაც. ერთი გაკვეთილი კვირაში. კვირაში, კი, ჯერჯერობით ამას მაინც თუ გააკეთებენ ძალიან კარგი იქნება და სასურველია. უნდა იყოს და კიდევ არის ის, რომ არა მარტო ასურელებს გვაქვს ამისი სურვილი, ძალიან ბევრ ქართველებს და მართლმადიდებლებს გაუჩნდათ უკვე ეს სურვილი, რომ იესო ქრისტეს ენაზე ისწავლონ საუბარი და წერა-კითხვა. დიახ, დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მე მამა სერაფიმეს გალობას რომ მოусმინე, პირველად ეს მოხდა ინტერნეტის საშუალებით და იმ წუთას აღმოძრა სურვილი, რომ გამეგო ჩემ ენაზე, რომ რაზე გალობდა მამაო, რა ტექსტი იყო. გასაგებია რომ ეს დაუშვათ იგივე ტექსტი ქართულშიც არის ქართულ გალობებში, მაგრამ აი ზუსტად მინდოდა ხო ახლა ზუსტ ვერ გავერკვიე სახელმწიფო რომელი ლოცვა მიდიოდა, რომელი გალობა. კი ეს სურვილი ნამდვილად არის, არ დაგიმალავთ რა. ახლა რაც შეეხება ამ გაკვეთილების 1 საათი აი რას მინიმუმი სურვილი რას თქვენ ითხოვეთ ხო? თუ მიმართეთ განათლების სამინისტროს ან მთავრობას ან გამგეობას ან აი ვინმე თუ შეაწუხეთ ამის თავი. მე რამდენადაც ვიცი, აი ოფიციალური მოთხოვნის დონეზე არ ყოფილა, იყო სურვილი. სურვილი მხოლოდ და მხოლოდ და თქმა, მაგრამ ეს ყოველთვის რჩებოდა სურვილის დონეზე რა, ანუ არ მოხდებოდა მას არანაირი გამოხმაურება. და აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ამ თემაზე ნაფერი ქრი გაქვთ და ალბათ წარმოსახული გაქვთ, რომ აი როგორ წარმოგიდგენიათ დაუშვათ კვირაში ერთი გაკვეთილი ხარ, რამდენად საკმარისი უნდა იყოს მშობლიური ენის შესასწავლად. რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ წერა-კითხვა, მაგრამ ჩვენ მადლობა უფალს, რომ საუბარი შევინარჩუნეთ. იმ დონეზე შევინარჩუნეთ, აი ჩემი და არის გერმანიაში და იქ არიან სირიელი ასურელები, რომლებიც ზუსტად ისე ლაპარაკობენ, როგორც ჩვენ. და ასე უთხრეს, რომ აი ნამდვილად თქვენ აი ჭეშმარიტ ქრისტეს ენაზე საუბრობთ, იმიტომ რომ შეცვლილი არაფერი არ გაქვთ თქვენ. აი არის მაგალითად კუთხური ისინი, რომ აი გადასულები არიან სხვადასხვა დიალექტზე, მაგრამ ჩვენ აი იმ ჭეშმარიტ ნამდვილ ქრისტეს ენაზე საუბრობთ. მადლობა უფალს ამისთვის და აი ეს არის ჩვენი დიდი სურვილი და იმედი იმისა, რომ იქნება ჩვენ სკოლაში სწავლება ბავშვებისთვის კი. და არა მარტო ბავშვებისთვის, უფროსებიც ვისწავლით. აი ჩვენი შვილებიდან, შვილიშვილებიდან უფროსებსაც გვაქვს სურვილი, რომ წერა-კითხვა ვისწავლოთ. იმიტომ რომ მარტო საუბარი აღარ გვაკმაყოფილებს, იმიტომ რომ გვინდა, რომ ეს ჩვენი ძირძველი ენა აღდგეს და იყოს. კი, რა თქმა უნდა. რა მაინტერესებს, აი თვითონ სპეციალისტი თუ არის თქვენ შორის? ამ სურვილი ამის, რომ ბავშვებს ასწავლოს. კი, არის სოფელში 1-2 პიროვნება. არის მაგალითად ჩვენი მგალობელი, რომელმაც დაამთავრა უნივერსიტეტი მაგ ფაკულტეტით, რომ შეუძლია მაგალითად ასირიული ენა ასწავლოს. ძალიან კარგი. ახლა რა მინდა გითხოთ, აი სოფელში რა რაოდენობის ასურელი ცხოვრობთ? აი შეიძლება ითქვას, რომ პროცენტულად მაგალითად 90% ასურელები ვართ. 90%-დან მთლიანი სოფლის რაოდენობა მე მგონი 2000 მოსახლემდე. კი, 350 ოჯახია დაახლოებით, კი. და მთლიანად საქართველოში ხო არ შეგიძლიათ? არა, ნამდვილად ვერ გეტყვი. აი მე ეს მსმენია, რომ 2000 ასურელი ცხოვრობს მთლიანად საქართველოში. შეიძლება. დასავლეთ საქართველოში. იმიტომ რომ მიმოფანტულები ვართ, ჩვენი სამშობლო ფაქტიურად არ აგვაქვს. მაგრამ არანაკლებად გვიყვარს საქართველო. მე პირადად საქართველოს გულისთვის თავს შეწერა. დიახ, მე შემიმჩნევია მეგობრებიც მყავს წარმოშობით ასურელები, არაჩვეულებრივი ხალხი.
მე ვიცი და ყველაზე აი მეტად მე თამამად შემიძლია თქვა რომ ინტეგრაცია საქართველოში და საერთოდ ქართველებთან ყველაზე მეტად მოახდინეს ასურელებმა და ეს ჩემთვის როგორც ქართველისთვის ძალიან სასიამოვნოა. ძალიან კარგი, ჩვენთვისაც სასიამოვნოა. თქვენი მადლიც უნდა დაფასდეს ის მადლიც ის 13 ასურელი მამის ღვაწლი რაც გადმოვიდა საქართველოზე და რა თქმა უნდა თქვენ ერზე პირველ რიგში. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს და ჩვენ რაც შეგვიძლია ასეთი ყურადღება გამოიჩინეთ და მადლობთ. ძალიან სასიამოვნოა. ყველანაირად დაგიდგებით გვერდში რაც შეგვიძლია. ეს მადლით იყოს ეს ყველაფერი. მადლობა. ვიმყოფებით მცხეთის რაიონში, სოფელ ქანდაში, კერძოდ, სადაც მოსახლეობის 95% ამ სოფლის წარმოადგენს ასურელი წარმოშობის ხალხს. ხალხი, რომელიც ძალიან ინტეგრირებულია ქართველებთან და ვიტყოდი თავმად და არა პირველად, რომ ამ მრავალეროვან ერთებეწო ქვეყანაში თუ ვინმე ქართველებთან ინტეგრაციაში ეს არის ასურელი ხალხი, რომელიც თუნდაც მეტყველებით, თუნდაც ქრისტიანობით, რა თქმა უნდა, ამას ხას არ უსვამს, თუნდაც გარეგნობით მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად ასურელი ხალხია ქართველებთან ინტეგრაციაში. აი მე ვესალმები მამა სერაფიმეს წინამძღოლს ეკლესიისას. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. მამა როგორც ვიცი, აი ახლა ბავშვებს გავესაუბრე წეგან გასულ ხალხს გავესაუბრე და აღმოჩნდა რომ რამდენიმე წლის წინ სოფელი ლაპარაკობდა ასურულ ენაზე. და ახლა აი ბავშვს კითხე, წარჩინებულ ბავშვებს ხათშორის კარგ მოსწავლეებს, სკოლის აღსაძლებელებს, რომლებიც კარგი მოსწრება აქვს სკოლაში, მაგრამ მშობლიურ ენაზე ვერ მიპასუხეს მამაო და აი სიტყვების წყობა არ მოხდა ისე რომ დაუშვათ ერთი წინაზადება რამე ეთქვა და ეს მართლა გულსატკენია მამაო. მე ადრე ვიყავი მოწვეული დღის გადაცემაში და მან როგორც მახსოვს ჩვენ იმდენად ვართ ინტეგრირებულები რომ ასიმილაციასაც კი განვიცდით. ანუ იმის თქმა გვინდა რომ ამ ინტეგრაციის ხარჯზე ჩვენსაც ვკარგავთ. ანუ რის თქმა მინდა დიახ, 15 წლის წინ, 20 წლის წინ ხალხი ლაპარაკობდა აქ ასურულ ენაზე და აი ჩემი ტოლა ხალხი ჯერ კიდე ლაპარაკობს ამ ენაზე, მაგრამ მოდის პატარა თაობა. აი პატარა თაობა, რომელიც პრაქტიკულად იცის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს, ენა უთხრდება ჯერჯერობით და ამისთვის ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და ვთხოვეთ, რომ იქნება და რამენაერად მოწყალება გაიღოს მთავრობამ, სახელმწიფომ, თუნდაც კვირაში ერთი გაკვეთილი დასაწყის კლასებში აუცილებლად პროგრამით რომ იყოს შემოსული სკოლაში. იმ სკოლაში სადაც 95% ასურელია. რატო? ის დანარჩენი 5% მინდა გითხრათ თქვენ რომ თუ მამა ხავს ქართველი, დედა ხავს ასურელი, ანუ მაინც ასურელებში. ანუ მაინც ასურელი, ყველანაირად ასურუ. აი ეს არის ჩვენი ძირითადი გულის ტკივილი რომ ენა არ დავკარგოთ. ეკლესია არის გარანტი იმის რომ ენა არ დაიკარგოს. თუნდაც აი აქ მოდის ხალხი და აქ ისმის თავის ენაზე წირვას. მაგრამ გამყარება ენის უნდა მოხდეს სოციუმში. რომ სკოლაში როცა დაიწყება მაგის გაკვეთილი, ხო? უკვე ასეა თუ ისეა, ერთმანეთთან უკვე ექნებათ შეხება, საგნის სწავლება და ამ საგნის გაანალიზება და ასე შემდგომ. ეს აუცილებელია. ამის გარეშე არ არსებულია. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვთხოვთ და აი გულს მოდგინეთ, რავი, მუხ მოდრეკით ჩვენს ქვეყნის მმართველებს, რომ იქნებ მოგხედონ რა. თუნდაც სულაც აი ერთი გაკვეთილი კვირაში. ისიც ამაზეც აი დიდი მადლობლები ვიქნები. აი ეგ არის ჩვენი გულის ტკივილი, ჩვენი ენა და მაგაში მე მგონი სირთულე არანაირი არ უნდა იყოს, მithumet სპეციალისტი ყავთ, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. არაერთი. არამეოლოგებია. ასუროლოგები. ყავს ძალიან ბევრი. ფისყალობით მამო, ალბათ სიმბოლურია, რომ
მაინც ასურელმა ხალხმა შეძლო ამ ხელ ტაძარი აეშენებინა ეს გალობა ლოცვები ასურულ ენაზე ალბათ ღვთის შეწევნით დარწმუნებული ვარ ესეც მოხდება მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს თუმცა იმასაც ვიტყვი რომ არ მჯერავს რომ ეს მოხდება მაგრამ იმედი მაქვს ძალიან დიდი არც იმის მჯეროდა რომ ბერი გავხდებოდა მაგრამ იმედი მქონდა ყოველთვის უფლის ხელშია დიახ ყველაფერი უფლის ხელშია და რა თქმა უნდა ღმერთი არ ჩამოვა და არ იტყვის რომ ხალხო მიხედეთ ამათ დიახ ჩვენც ცოტა ხო უნდა გქონდეს მე უბრალოდ რა მეკვირს იცით მე ყოველთვის მზათა ვარ აი ჩემი ქვეყნის გულისთვის ჩემი სამშობლოს გულისთვის რომ სიცოცხლეს დავლიო ამისთვისაც მზათა ვარ და ასეა ყველა აქ 2000 ასურელია წარმოიდგინეთ 2000 ასურელია და ერთადერთი სკოლა სხვა დანარჩენი სკოლები არის მანდ ქსანისკენ მუხრანისკენ წილკნისკენ და ასე შემდგომ და რა მოხდა იქ სადაც ჩვენ ვართ რომ თუნდაც ერთი გაკვეთი რა თქმა უნდა მამა როგორ მე ვერ წარმოვიდგენია ჩვენ არაფერს არ ვითხოვ ზოგი შეიძლება თქვას რომ აი ნახე ესენიც მოითხოვეს ჩვენ არ ვთხოვთ მე ჩვენ ვიცით მაგალითად მარნეულში გარდაბანში აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობს სწავლება მანდ ახალქალაქი ახალზეს მანდ სომხურ ენაზეც სკოლებია ჩვენ ვიცით რომ უნივერსიტეტში აზერბაიჯანულ ენაზე აბარებს სომეხი სომხურ ენაზე აბარებს მივესალმებით როგორ არ მივესალმებით მაგრამ ამას ჩვენ ხო არ ვითხოვთ მოდით ასურულ ენაზე ჩავაბარეთ ამ უნივერსიტეტში ან სკოლა გაგვიცე არა დიახ მე და თხოვნა არის თავდაბლური ერთი გაკვეთილი კვირაში თუნდაც რომ ამბანი და ლექსიკონი ის ვერ წარმოვიდგენია მამა რა უნდა გქონდეს საწინააღმდეგო ამაში ამ თავრობას ამ შეიძლება სულაც არაფერი არ აქვს საწინააღმდეგო მაგრამ არ მიგიმართია დღემდე ტელევიზიის მხრივ ძალიან ბევრჯერ აი როგორც თქვენ ახლა მოგმართეთ და გეუბნებით ამის შესახებ ესე ყოველთვის მითქვია ყოველთვის და არავითარი გამოხმაურება არანაირი გამოხმაურება ამას არ მომყოლია და რაც ჩვენთვის ძალზედ სამწუხაროა ანუ მარტო არჩევნების დროს რომ გაგვიხსენებენ და მოვლენ და გვეუბნებიან მამო ან შეგვეწიე ჯერ სრულიად აპოლიტიკური ვარ მე მაგრამ რატომღაც მაინც ჩვენთან მოდიან მეუბნებიან მამაო რამენაერად და ამ ხალხს ჩვენ მერე გვერდში დაგიდგებით ნუ ან რაში დაგვიდგეს გვერდით ან რა გაგვიკეთეს არაფერი არანაირი აგერ მუშაობთ ყველაფერი აი ყველანაირად ვცდილობთ რაღაცა გავალამაზოთ აქაურობა ასე თქვა ღირს შესანიშნავი ადგილი გავხადეთ ეს მხარე წარმოიდგინე რამდენი მოლოცველი მოდის აქ კი ძალიან ბევრი დღევანდელი დღე თქვენ თუ ნახეთ ხო მარშრუტებით ჩამოსული ხალხი დიახ ნახეთ და მოდის ხო ხალხი საერთაშორის ბევრი დაინტერესდა და ნაგავი ვერ გადამიყრია ბატონო სად გადავყარო ვეკითხები მანქანას მოვიყვან ყველა უღან მითხარით სად არც სოფლის გამგებელი გვიყურებს არც გუბერნატორი მცხეთას ნუ რა არის ეს რა დრომდე მაინც და მაინც გამგეობის კარებთან უნდა დავდგეთ და ვიყვირო დაგვეხმარეთ თქო თუ რა ხდება ესენი მიჩოულები არიან ნუ ეთყობა მართლა ესეა მაგრამ ამას არაფერს არ ვიძახი ერთადერთი თხოვნა გვაქვს ჩვენ თუნდაც კვირაში ერთი გაკვეთილი მუხლმოდრეკით მართველნო ამ ქვეყნისანო მამა ყველანაირად გვიდებით ჩვენ ტელევიზია დაგიდგებოთ გვერდით გაიხარა დიდი მადლობელიო ყველანაირად თუ რამე შეგვიძლია დაგეხმარებოთ და ღმერთმა უკნას რომ დასახმარებლად გახდეს საქმე ან გასახმაურებლად თორე არც მაგას მოვერდებით კი და სხვათა შორის ბევრი დაინტერესდა აი თვითონ ჩემი ნათესავებით ახალგაზრდები თქვენი პიროვნებით მამა ბევრი უკვე შემოდის დაგიმეგობრდათ კიდეც დიახ საქმე იმაშია რომ მე რასაც ვაკეთებ დიახ ჩემთვის არ ვაკეთებ ეს ჩემი ერია ჩემი სისხლი და ხორცია ზოგი მეუბნება აი ნახე აი ესენიც მოითხოვეს არავის დაავიწყეს დედა ხო ქართველი მყავს დიახ დედა ქართველი ყავს დედა ქართველი მყავს და ქართულ ყაიდაზე ვარ მეც გაზრდილი დიახ მაგრამ ეს ჩემი სისხლია ჩემი ხორცია ამათვის შრომობ ამათვის თუ რამე მოღვაწეობ ამათვის მოღვაწეობ მე სხვისთვის მე ღმერთმა აქ დამადგინა უწმინდესის ლოცვა კურთხევით ჩემი უწმინდესის ლოცვა კურთხევით აქ დამადგინა ასურულ ენაზე ვწირავთ ასურულ ენაზე მსახურობთ და ასურელებისთვისა ვარ
დიახ, მამა. თუ რამე შეიქმნა, გალობა შეიქმნა, რაღაც მუსიკა ასე შემდეგ, მამა. და თუ დღეს ჩვენ გვაქვს წარმატებები, რომ ბელარუსიაში აგერ მიფრინავენ ჩვენი გალობელთა გუნდი, უკრაინაში ჩვენთან საფრანგეთიდან ჩამოდიან მასტერკლასის მისაღებად, ხო? კანადიდან იყვნენ, ერაყიდან იყვნენ, ირანიდან იყვნენ. წარმოიდგინეთ, აი მართლა ძალიან რუსეთიდან ჩამოვიდნენ პარტიტურის შექმნისათვის, თვითონ იმიტომ რომ მე მაინც ასეა თუ ისეა განათლებული არა ვარ ამ დარგში და პარტიტურებს და ნოტებს ვერ ავწერ, მე რაც მომდის თავში იმას ვწერ იმ გალობას, ჩემით და ხმებსაც მე თვითონ ვშლი, მაგრამ ფაქტია რომ ესენი რო არ იყვნენ, ის რაში სჭირდება ჩემი მოღვაწეობა. ამათვის ავარ რა, ესენ მიყვარს სიგიჟემდე და აქ მოვკვდე, აქ ამათ აი შევეწირო ის მირჩევნია რომ ვიდრე აი ღმერთმა გაგახაროთ მამა. მე რა მინდოდა მე თქვა იცით? თუნდაც სულაც არაფერი, ისედაც ხო ვალდებული ვარ, ჩვენ ქართველი ერი, მართლა ვალდებული ვართ, რომ უმცირესობებს, ხო, ეროვნულ უმცირესობებს მივაქციოთ ყურადღება და კეთდებოდა კიდეც ეს კომუნისტების დროს ეს რაღაც და მით უმეტეს თუ კომუნისტების დროს კეთდებოდა და ეხლა ჩვენ დამოუკიდებელი და ქრისტიანული ქვეყანა ვართ. მე ვიტყოდი რომ იმ ხელა ვალი გვაქვს ჩვენ 13 ასურელი მამის მთელ საქართველოს და მთელ საქრისტიანოს, რომ მე მგონი ამერთ გაკვეთილს კი არა და არ ვიცი მამა, ალბათ უნივერსიტეტს იმსახურებს ეს ერი რა. თამამოდ ვიტყოდი ამას. შეიძლება რასაც ვიმსახურებ და რასაც არ ვიმსახურებ, ამაზე საუბარი ზედმეტი იყოს, მაგრამ მე ვიცი რომ ჯობს რომ მოწყალე იყო ვიდრე მეტის სამართლიანი. მოგხედეთ რა. ეგარი ჩემი თხოვნა მეტი მე არაფერს არ აკითხოთ არავის. გაიხარეთ. აბა დაგლოცოთ და ღვთისა დაგლოცოთ და დაგაცლიოთ.